წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2000 მოსახლეობის კეთილდღეობაზე ომით სამებაში 11 იდენტიფიცირებული ნეშტის გადმოსვენება მოხდა აფხაზეთში 90-იან წლებში ტრაგიკული მოვლენების შედეგად. ეს პროცესი გრძელდება, მოგეხსენებათ, რომ 2600 ოჯახზე მეტი არის მოლოდინის რეჟიმში და ეს არის მცირე რამ, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენ პატივს მივაგებთ, რა თქმა უნდა, ყველა იმ უგზაურდა დაკარგულ პირს, ვინც თავისი სიცოცხლე შეწირა ქვეყნის დამოუკიდებლობას. პროცესი გრძელდება 2012 წლიდან და პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა, მადლობა უთხრა აფხაზებს, განსაკუთრებით ქალბატონებს, ჩვენ მხარეს, ვინც იყო ყველა მონაწილეს ამ გადმოსვენების ორგანიზების პროცესის. წითელ ჯვარსაც დიდი მადლობა უნდა უთხრათ, რომელიც ამ შუამაულის როლს ასრულებს საზოგადოების ეს ნაწილი აფხაზური საზოგადოების, ქართული საზოგადოების, რომელმაც დაკარგეს ახლობლები ომში, საკმაოდ გაგებით ეკიდებიან ერთმანეთის ჭირვარამს და ჩვენ ყველა ჭირისუფლები ვართ. და სამწუხარო ნაწილია ჩვენი ისტორიისა. ეს არის ჩვენი ვალი და ვალდებულება ყველა იმ ჩვენ მიცვალებულს ვეძიო და მივაკვლიოთ იმისთვის, რომ შესაძლებლად პატივი მივაგოთ და მე უაღრესად მადლიერი ვარ მათ შორის წითელი ჯვრის და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი გმირები და ჩვენი მებრძოლები შესაბამისი პატივით იქნენ დაკრძალულები და შესაბამისად აღმოჩენილი და ნაპოვნი იყოს ყველა ის ნეშტი, რომელიც დღეს კიდევ ძალიან ბევრი იძებნება. დამაღელვებელი დღეა. ისევ გაგვიახლდა ეს ამბავი ყველაფერი. ბრძოლობდა სოხუმში. მადლობა მინდა გადავუხადოთ წითელი ჯვრის საზოგადოებას. მადლობა მინდა თითოეულ ადამიანს გადავუხადო, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ საქმეში. ალბათ ბევრია კიდევ ასეთი გულსატკენი ამბები დარჩენილი და იმედი იქნება, რომ ყველა ოჯახის წევრს ექნება ამის საშუალება, როგორც ჩვენ ვართ დღეს. არ ვიცი, ალბათ ბედნიერების თქმა არაზუსტი სიტყვა, მაგრამ ეს მაინც იმდენად დიდი ბედნიერებაა ყველა ჩვენთაგანისათვის, რომ გვაქვს საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ მიცვალებულთან მივიდეთ, მოვიხსენიოთ, სანთელი ავანთოთ.